22 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილმა 84 კილოგრამ კატეგორიაში საქართველოს მეორე ოქროს медаლი მოუტანა. ფინალურ შეხვედრაში მარსაგიშვილის სომეხ მუსა მურტაზალევს დაუპირისპირდა და მეტოქეს ორ პერიოდში 2-0 შანსი არ დაუტოვა, რითაც კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ჩემპიონობა გიორგი ედიშერაშვილმა 55 კილოგრამ კატეგორიაში მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა 60 კილოგრამ კატეგორიაში დაისაკუთრეს. ესე იგი, შეჯიბრება მედის უმაღლეს დონეზე ტარდება ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი ჭიდაობა დღეს 22-ში მთავრდება აბსოლუტურად როგორც მადილოსნების, ასევე მამაკაცების. შედეგი მე მგონი ორიგო არ არის, ჩვენ გამარჯვებას ველოდებით. ნუ ვითარება არის კარგი. გვაქვს დარჩენილი თავისუფალ ჭიდაობაში ერთი წონითი კატეგორია 84 კილოგრამი, სადაც ჭიდაობს ძლიერი ქართველი მოჭიდავე მარსაგიშვილი, რომლისგანაც აუცილებლად ველოდებით საუკეთესო შედეგს. იცით უკვე ჩვენი მონაგარი, გვაქვს 3 медаლი, 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. რაც არის უკვე კარგი შედეგი. დათოსგან ჩვენ ველით მხოლოდ დიდ სიხარულს და ვფიქრობ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ და მწვრთნელებმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ დღეს მივიღოთ გვირგვინი გამარჯვების თავისუფალ ჭიდაობაში. Finally, the result of the European champion, representing Georgia, David Marshagishvili. European champions, Agilnoets, Olympic champion, საქართველოს Olympic Committee's president Vladimir Leri Khabelovi. European champion will be awarded by Olympic champion, president of Georgia National Olympic Committee, Mr. Leri Khabelov.